ავიწყებ ბოლო ინფორმაციით და მონაცემებით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, როგორც ადვოკატებმაც დაგვიდასტურეს ეს ინფორმაცია. წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან 4 გოგო უკვე გათავისუფლებულია, თუმცა ჩვენ ვიცით ასევე, რომ მათთან ერთად დაკავებული იყო 2 მამაკაცი, გურამ მაცხონაშვილი და რომან აკოფოვიც, თუმცა ისინი ამ დრომდე რჩებიან წინასწარი მოთავსების იზოლატორში და როგორც იურისტები ამბობენ, სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა 24 საათიანი ვადა გაახანგრძლივა მათი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ყოფნის და უკვე ისინი ხვალ ელოდებიან მათი სასამართლო პროცესების ჩანიშვნას. მანამდე კი ჩვენ ვესაუბრეთ იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც გუშინ უშუალოდ იმყოფებოდნენ ადგილზე, როდესაც თემქის პოლიციასთან ამ ადამიანების დაკავება და არაპროპორციული ძალის გამოყენება მოხდა და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ არანაირი мотиваცია და მიზეზი არ არსებობდა იმ ადგილას ამ ახალგაზრდების დაკავების და ასევე მათ ეჭვი აქვთ იმისაც, რომ პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ ადგილზე უნდა დაეწყოთ დაკავებების სერია, რადგან როდესაც ადგილზე მივიდნენ, მათ დახვდათ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის მობილიზება პოლიციის თანამშრომლების და მას შემდეგ, რაც პირბადე გაიკეთეს მოქალაქეებმა, მათ სთხოვეს პირბადის ჩამოწევა და წინააღმდეგობა არც ერთ მათგანს არ გაუწევია და როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სავსებით შესაძლებელი იყო და უმარტივესი იყო ამ ადამიანების იდენტიფიცირება, მათ საკუთარი სახელი და გვარებიც კი უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, თუმცა როგორც ჩანს ეს მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მათი დაკავება სასტიკი მეთოდებით და არაპროპორციული ძალის გამოყენებით და ეს ადამიანები ამბობენ იმასაც, რომ სწორედ ეს სურს ახლა ხელისუფლებას, რომ დააშინოს მოქალაქეები და ეს არის წინასწარ დადგმული და წინასწარ განზრახული ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან. ძალიან მობილიზებულები დაგვხდნენ პოლიციასთან, იყო მოსული, რა ვიცი, ჯერ მარტო პროტესტანტზე ორჯერ მეტი პოლიციელი, შესესეც ცალკე იყო მოსული და აი თითქოს წინასწარ ემზადებოდნენ ხალხის დასაჭერად პოლიციელებმა, რა თქმა უნდა, მეთაურის ბრძანების გაცემის შემდეგ მივიდნენ და სთხოვეს, რომ ჩამოეწიათ ეს ნიღაბი და მოეხდინათ იდენტიფიცირება, რაზეც არავის პროტესტი არ გამოთქვა, ყველამ ჩამოიხსნა და თავისი სახელი და გვარიც უთხრეს, ეცნენ, იქიდან 5 გოგო იყო და 2 იყო მამაკაცი. ეცნენ ერთ-ერთი საერთოდ უმიზეზოდ ეხმარებოდა დავარდნილ ადამიანს და ეცნენ უცებ, რავი, 5-ზე მეტი პოლიციელი აიყვანეს და წაიღეს და ის დაჟე პოლიციაშიც არ შეუყვანიათ შიგნით განყოფილებაში, ეგრევე მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს, სურთ რომ შიშის რო შეგვეშინდეს ჩვენი სიტყვის დაფიქსირების გარეთ გამოსulis. უცბად დაიწყეს ამ ბაფებზე, ბალაკლავებზე და პირბადე, ვისაც ეკეთა იმათთან მოსვლა. იდენტიფიცირებისთვის 2-ჯერ თუ 3-ჯერ მოიხსნა ეს პირბადე და მისცა ამის საშუალება, მაგრამ ამათ მოუთხეს, რომ საერთოდ უნდა მოიხსნო, იმიტომ რომ აქციაზე აკრძალულია. ამაზე მიყავდათ, მე ვცდილობდი რომ რაღაცნაირად ამ პოლიციელებს მეთქვა, რომ ხო გეხმარებოდათ რაღაცნაირად დამებრუნებინა ეს დიალოგის რეჟიმში და შუაში ჩამდგარიყავი, ამ დროს მეც გამათრიეს, მე ძალიან ბევრი იდაყვი მომხვდა თავში, რომ მოვეგლიჯე გურამისთვის და დამაგდეს ბუჩქში, უკუკავში მეც ხალხი შეაშინა, იმიტომ რომ გარეუბნებში, რეგიონებში გასვლა აქციების ძალიანაც მუშაობს, ირკვევა, რომ ხალხი არის სწორ მხარეს, ამაზე ესენი ცოფდებიან და ყველაფერს კადრულობენ, რომ აღარ მოგინდეს რუსთავაზე გასვლა, ხო აღარ მოგინდეს და კიდე რუსთავას აღარ გაცდეს ადამიანი. როგორც გითხარით, 4 ადამიანი უკვე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან არის თავისუფალი, თუმცა ამ დრომდე იქ რჩება გურამ მაცხონაშვილი და რომან აკოფოვი და როგორც აქციის მონაწილეებმა ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნეს, რომან აკოფოვი საერთოდ არ იყო პირბადით აქციაზე წარმოდგენილი და უბრალოდ იმის გამო დააკავეს, რომ სხვა მოქალაქეებს ეხმარებოდა ის აქციაზე დაკავების დროს და რატომ გაუხანგრძლივეს ამ ადამიანებს 24 საათიანი წინასწარი დაკავების პერიოდი ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია და უკვე ველოდებით, რომ ხვალ მათი სასამართლო პროცესები ჩაინიშნოს.